მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. უკვე ნელ-ნელა ახლოვდება ახალი წელი. წლის შეჯამების დროა, რა წავიკითხეთ, რაზე ვიფიქრეთ. და რა თქმა უნდა, ამას სიამოვნებით გავაკეთებ კიდევ ერთხელ ჩემს სტუმრებთან ერთად. თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ გვაქვს რუბრიკა საბავშვო ბიბლიოთეკა, სადაც ბავშვები და მოზარდები თავიანთ თანატოლებს ურჩევენ ხოლმე წიგნებს, რომლებმაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს და რომლებსაც ღირსად მიიჩნევენ, რომ ყველა მათმა თანატოლმა უნდა წაიკითხოს. ჩემი სტუმრები დღეს არიან ცოტნე ვარშანიძე, გამარჯობა და მარიამ გოგალაძე. მოგესალმებით. როგორი წელი გქონდათ, როგორც მკითხველებს? აქტიურად იკითხეთ წელს? მე ვფიქრობ, რომ ეს წელი იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოწინავე წელი კითხვაში, რადგან წავიკითხე, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს გადავახტი წიგნების კითხვაში და წავიკითხე ბევრი საინტერესო წიგნი. ძალიან კარგი. მარიამ, შენ რა სიტყვა? ჩემთვისაც საკმაოდ მე საერთოდ ყოველ წელს ტრადიციად მაქვს, რომ მინიმუმ 5 წიგნი უნდა წავიკითხო ახალ წლამდე ან დაჟე 6. და სხვათაშორის ძალიან საინტერესო წიგნები წავიკითხე და მინდა გავუზიარო ბევრ მოზარდს. ძალიან კარგი. მიხარია, რომ ასეთი აქტიური წელი გქონიათ. და აი ამ წლის განმავლობაში მოდი ვისაუბროთ იმ წიგნებზე, რომლებსაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და გინდათ რომ ყველა თქვენს თანატოლს გაუზიაროთ. არ ხართ ხოლმე ასე? ხო, მე ვიცნობ კითხულთა ორ კატეგორიას. ერთი, რომელიც აი რაიმეს რომ წაიკითხავს, მოეწონება, ასე არიან მუსიკაზეც, ფილმებზეც, სასწრაფოდ უნდათ რომ ყველას გაუზიარონ და მეგობრებს ასე ვთქვათ ტვინს უჭამენ ხოლმე რომ წაიკითხე, ნახე, მოусმინე და ვიცნობ მეორე კატეგორიას, რომელსაც რაღაც მოეწონება და იმას თავისთვის ინახავს, თითქოს უჭირს გაზიარება, ძუნწები არიან, როგორც მკითხველები, მსმენელები და მაყურებლები. თქვენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით? გაზიარება უფრო გიყვართ თქვენთვის შენახვა? მე პირველი კატეგორია. გაზიარება, გამზიარებელი ხარ ხო? შენ ცოტა? მეც ასე თუ ისე ვფიქრობ, რომ პირველი კატეგორია ვარ, იმიტომ რომ მინდა რომ ვიღაცა მხარში მდგომი მყავდეს და მინდა ვიღაცასთან ვილაპარაკო აზრების გამზიარებელს ეძებანო, ხო? დიახ. ხო, მე ადრე ვიყავი ძუნწი, არ მიყვარდა გაზიარება. გაზიარება ყველაფრის მიყვარდა, გარდა საყვარელი მუსიკისა, ფილმებისა და წიგნებისა. და რაღაცნაირად მეგონა ხოლმე რომ თუ ბევრ ადამიანს მოუწოდებდი ამის წაკითხვისკენ, მე გაუბრალოვდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ წლებთან ერთად მოვიდა ეს გაზიარებისა და თანამოაზრეების პოვნის სურვილი და მოდი გავუზიაროთ თქვენს თანატოლებს, რა წაიკითხეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წლის განმავლობაში, რა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. მარიამ, მოდი შენგან დავიწყებ. თებერვალში წავიკითხე შარლოტ ბრონტეს ჯეინ ეარი. თქვენთვის ხლა ეს ყოველთვის ნაცნობი იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, ძალიან ცხოვრებისეული წიგნი, რომელიც ეხება გოგონაზე, რომელიც რთულ პერიოდებს გადის ცხოვრებაში და სულ პაულობს გამოსავალს, რომ გადაალახოს ეს პრობლემა და წიგნი ბოლოს მაინც ძალიან კარგად სრულდება, იდეალურ ქმარს გაყვება და ძალიან მესიამოვნებელია. იდეალურია ვითომ მისტერ როჩესტერი? მგონი არ არის იდეალური. დიდად იდეალური არ არის, მაგრამ რაღაცნაირად რომანტიკული გმირია. ძალიან რომანტიკული გმირი იყო ჩემთვის. თორემ ბევრი ნაკლი აქვს არა, ცოტა უჟმურია, როგორც გახსოვს. პირველ წელს ალბათ არც თუ ისე სამართლიანად ექცევა. აი, ეგ მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად წიგნში და ძალიან გვერდიდან ვუყურებდი მისტერ როჩესტერს და უარყოფით მხარის პერსონაჟებში დავსვიდა. ჯეინს რაც შეხება ის იყო ძალიან პატარა იყო თვითონ 19-20 წელს. არა, ჯეინერს არაფერს ვერ ჩიტა. მისტერ როჩესტერი რომ უსამართლოდ იქცევა, ეს მე ცოტა გვიან ასაკში გავაცნობიერე. შენ სასაკში ეს გაცნობიერება ნამდვილად არ დამდგომია და შენ ყოჩაღამ კუთხით თუ შეხედე. ამას მე მივხვდი, იმიტომ რომ აი შენ ხელ რომ ვიყავი, მაშინ იმდენად გულშემატკივრობდი ჯეინერს, რომ მისტერ როჩესტერის ნაკლებზე თვალი დავხვიჭი ამის ხათრით. ბევრი უსამართლობა მინახია მე და ეს უკვე აღარ გამიკვირდა, რომ ეს უკვე უსამართლო საქციელი იყო ნამდვილად. ყოჩა, მადლობა. შემდეგ წიგნზე გადმოვალ კიდევ. როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია გსურს, ხო, რომ გას. ცოტნე, შენთვის რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი? ჩემთვის იყო ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ჩემთვის ერთ-ერთი მოწინავე წიგნი, ეს არის ალექსანდრ ბელიევის წიგნი ადამიანი ამფიბია. აი მე რა კარგი არჩევანია გიждები ამ წიგნზე და არავინ მინახავს რომ ამისი რეკომენდაცია გაეწიოს ყოჩა.
ეს ამ წინში ყველაფერი იქედან იწყება, რომ ერთ-ერთი არგენტინელი ცნობილი ქირურგი ექიმი არის, რომელსაც ქვია სალვატორი და ამ სალვატორს მიუყვანებენ ბავშვს დაავადებულს ფილტვებით, რომელიც არის უკვე სიკვდილის პირას და არანაირი შანსი არ არის, რომ დადარჩეს. მაგრამ სალვატორი იწყებს ბრძოლას ამ ბავშვის სიცოცხლისთვის და გაიმარჯვებს კიდევაც, ის გადაუნერგავს მას ვიგენის ლაყუჩებს და ეს ბავშვი ამ ბავშვს გამოიხსნის, ასე ვთქვათ, განსაცდელიდან. ხო, სიკვდილისგან იხსნის. ხომ არ წაგიკითხავ შემთხვევით ასევე ალექსანდრ ბელიაევის პროფესორ დოუელის თავი. სხვათა შორის იცი რა მაგარი წიგნია? აუცილებლად წაიკითხა თუ არ გაქვს. მე ვარ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმდევარი ფენტეზის და ფანტაზიური წიგნების და ვფიქრობ, რომ ძალიან მინდა წავიკითხო. მე რომ ვნახე ეს წიგნი, ამასთან კავშირში იყო ეს წიგნი, რომელიც იყო ამ პროფესორზე და ძალიან მინდა რომ წავიკითხო მომავალში. თვითონ პროფესორ დოუელის თავი წაიკითხო, ხო? სასწაული წიგნია და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე. აი კამერის მიღმა ირაკლი დგას და ისიც გვეთანხმება. ახლა იმაში რომ ეს სასწაული წიგნია, ნამდვილად ძალიან მაგარი წიგნია და მიხარია რომ ამ ჟანრით დაინტერესდი. იმიტომ რომ მე პირადად ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში სამეცნიერო ფანტასტიკას და ფენტეზის პოპულარიზაცია გავუწიო მოზარდებში. მგონია რომ ფენტეზი კი, მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის სათანადოდ დაფასებული ჟანრი ქართულ მოზარდებში და ძალიან მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ ღირს ნამდვილად ბევრ ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას ავითარებს ადამიანში სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა, ну მინიმუმ მეცნიერებისადმი ინტერესსა და მიდრეკილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მადლობა საოცრად საინტერესო რეკომენდაციისთვის და ჩემი მოზარდობის დროინდელი ფავორიტი წიგნის გახსენებისთვის და ისე მომინდა ახლა წაკითხვა, რომ აი სული მიკაცკაწებს როდის მივალ სახლში და კიდევ ერთხელ როდის წავიკითხავ ადამიან ამფიბიას და შემდეგ მივაყოლებ პროფესორ დოუელის თავს და საახალწლოდ მიყვარს ხოლმე დაგროვება წიგნების და წაკითხვა შეიძლება მრავალჯერ წაკითხული წიგნი იყოს. ჰარი პოტერს ვკითხულობ ხოლმე ხშირად, ახალ წელს კარგად მოაქვს განწყობა. თუმცა წელს ვფიქრობ, რომ შეიძლება ბელიაევმა ჩაანაცვლოს შენი წყალობით. შენ გამახსენე ახლა ამ წერლის არსებობა. აბა შემდეგი რეკომენდაცია გამოვუშვით მარიამ თუ შეიძლება. შემდეგი რეკომენდაცია იქნება შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები და მისი 3 ნაწილი. ცოტა დიდი რამოდენიმე ნაწილი კი აქვს და რა კარგია ეს წიგნი რომ ახსენე, იმიტომ რომ წიგნი რომელზეც უთქვენოდ უნდა ვისაუბრო ირაკლისთან ერთად რაღაცნაირად კავშირშია სწორედ შერლოკ ჰოლმსთან. პირველად ვიყავი 12 წლის რო წავიკითხე შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებზე. პირადად ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა და უფრო მომინდა დეტექტიური ჟანრის წაკითხვა, უფრო მეტი წიგნები. პირველი ნაწილი, ანუ ზოგადად წიგნზე რო ვთქვა, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ იმდენი დანაშაულები და ისეთი შინაარსი ქონდა, ისეთი ჩაკვანძული იყო ერთმანეთში, რომ ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო და ვერ მივხვდი როგორ დავამთავრე წიგნი და კიდევ ერთხელ სიამოვნებით დავიზრდები და წავიკითხავდი და მოზარდებს ან პატარა ბავშვებსაც, ვისაც უყვარს ესეთი დეტექტიური ჟანრები, მკვლელობები და სამართალი და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა წაიკითხოს შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები, იმიტომ რომ იმდენ ადამიანს გაიცნობს და ისეთი კარგი ცხოვრების გამოცდილება აქვს თვითონ ჰოლმსს, რომ ალბათ ის ყველამ და ჩემი აზრით უნდა წაიკითხოს. პატარებს მივცემ რეკომენდაციას, აი დაწყებით კლასებში, პირველიდან მეხუთე კლასის ბავშვებისთვის, ვინც ასევე გატაცებული ამ აი საინტერესო დეტექტიური ჟანრით და მაგრამ ეს არის ცოტათი მსუბუქი შერლოკ ჰოლმსისგან განსხვავებით, ეს არის ცნობილი ხუთეული. ეს არის უსაყვარლესი 18 ტომი, პატარ-პატარა წიგნები. მე პატარობაში სიამოვნებით კითხულობდი და ვფიქრობ, რომ ბევრს მოეწონება განსაკუთრებით ცელკ ბიჭებს. შენიშნავი რჩევა და აქვე კალე ბლუმკვისტსაც დავამატებდი მაშინ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მე-4, მე-5, მე-6 კლასებისთვის უფრო. კი. ტომ სოიერსაც და კიდევ ერთ დეტექტივს, რომელზეც დღეს უნდა ვილაპარაკო. ეტო სახარ. ცოტნე. კიდევ გასცემდი რაიმე რჩევას? მეც მარიამს მიბაძავდა ცოტა ჩემზე პატარებს ვურჩევ წიგნს. ეს წავიკითხე დაახლოებით 11 წლის ასაკში, 10 წლის ასაკში
და ვიფიქრე რომ აი ეს წიგნი იყო ჩემზე, აი ზუსტად ჩემზე ხანდა ზოგი ადგილი აწყობილი. აბა რა წიგნი იყო? მოკვდი ინტერესით. საოცნებო მშობლები. აჰა. ხო. ეს წიგნი არის, აი ვფიქრობ რომ აი ამ ასაკში ცოტა აი შეიძლება ბავშვს დისკომფორტი შეექმნას მშობლების მიმართ, ანუ იმას არ გულისხმობ რომ ნამდვილად ეს ბუნებრივი პროცესია, ცხოვრების ნაწილია და ასაკს მოაქვს. როდესაც ფიქრობენ რომ აი შეიძლება აი ვიღაცას ჩემზე უკეთესი მშობლები ყავს. და როდესაც აი ეს წიგნი ვნახე, ისე დამაინტერესა და ისე მინდოდა წაკითხვა რომ ვიყიდე, დედაჩემს დავაძალე და წავიკითხე. ეს წიგნი არის ერთ-ერთ ბიჭუნაზე, რომელსაც საერთოდ არ მოსწონს თავისი მშობლები და ოცნებობს სხვა მშობლებზე. ერთ დღესაც მივა, ასე ვთქვათ, მშობლების სააგენტოში და იქ შეიძლება რომ თავისი დაირჩიოს მშობლები. გარკვეული კატეგორიები არის, სადაც ასე ვთქვათ, ამ კატეგორიის მშობლები არიან. და თავიდან აირჩევს ერთ-ერთ ოჯახს, რომელშიც არის რომ ბევრი ბავშვი ყავთ, ასევე მდიდრები არიან, ძალიან. ძალიან ბევრი შვილი ყავს, ყავთ 10, 12 თუ რაღაც მაგდენი და რაღაც პერიოდი იცხოვრეს ამათთან ერთად. მაგრამ მე რაღაც პრობლემები შეექმნება და რაღაცა არ მოეწონება იქ. და დაბრუნდება ისევ ამ სააგენტოში. შემდეგ აირჩევს ოჯახს, რომელიც განსხვავდება ამათგან. ისინიც ასე ვთქვათ შეძლებული ოჯახია, იმათაც ყავთ ბევრი ნათესავი და შვილი, მაგრამ ისიც არ მოეწონება რაღაც პერიოდი იცხოვრეს და ისიც არ მოეწონება. და აი ერთი ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა, რომ აი ეს ოჯახები, რომლებთანაც გაატარა ამ ბიჭუნამ დრო, ისე მოხდება, რომ ასე ვთქვათ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ამ ბიჭისთვის და უნდათ რომ აი ჩემთან წამოვიდეს ეს ბიჭი. კონკურსი გაიმართება ანუ მის შვილობაზე ხო? შეჯიბრი. ხო და რა მხიარული წიგნი ყოფილა? ხო და აი ესე მოხდება და ამასობაში დაბრუნდება ეს ბიჭი, ატან აღარ აქვს საერთოდ ამ სააგენტოს, ამ ოჯახის და დაბრუნება თავის ოჯახში და მიხვდება რომ თავისი ოჯახი ყველა ოჯახს ჯობია. აი სადაც გადაჩინა ღმერთმა, იქ უნდა იყო და იქ უნდა დაეტიო. ხო, იქ უნდა ყოფილიყავ. კარგი იყო. მადლობა. მეგობრებო, თქვენგან როგორც მკითხველებისგან მაინტერესებს რა ლიტერატურული გეგმები გაქვთ 2026 წელს. მარია მე პირადად რაღაც აი წინასწარ გაქვს ასე დათქმული რომ მე ახლა ამდენი წიგნის წაკითხვა მინდა ვთქვა 2026-ში. აი Goodreads-ი რომ არის პლატფორმა თუ იცით, იქ არის ასე რომ უსახავ შენს თავს მიზანს, რომ წელს წავიკითხავ თქვათ 100 რაღაცა წიგნს და მე ნელ-ნელა ნიშნავ შეკყავს და უახლოვდები შენს მიზანს და ხო არ გაქვს შენს რამე ასეთი? მაქვს. გაქვს? აბა რამის ნაკითხი შორის ხანდახან წინასწარ ჩამოწერ რა წიგნები მინდა წავიკითხო ახლა. რა მაგარია მეც ეკრევა. აი მაგალითად არდადეგებზე გაზაფხულზე, ზაფხულში, სანამ სკოლა დაიწყება ზამთრის არდადეგების ჩამოწერილი მაქვს სულ გეგმა. ახლა ვფიქრობ, რომ ცოტათი გადავიდე კლასიკურ პერიოდში, მე-18 საუკუნე, მე-17 საუკუნის მწერლების წიგნები. ერთ-ერთი უფრო უცებ დამებადა რომ ჩარლზ დიკენსის, უილიამ შექსპირის რაღაც უკვე სერიოზულ იმაზე უნდა გადავიდე ეტაპზე და ძალიან მაინტერესებს მეც. ასევე აგათა კრისტის დეტექტივების მინდა დავიწყო სიამოვნებით და წავიკითხო და ფილმებსაც რაც შეეხება ძალიან ბევრ ფილმს გეგმავ რომ ვუყურო აღარდადეგებზე. უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. შემთხვევითობის პრინციპით შეგიძლია შეერჩიო. მადლობა. შენ რას გეგმავ ცოტნე, რა გეგმები გაქვს 2026-ში? როგორც მკითხველს. მე აი ასეთი, ასე ვთქვათ, ასე წესი მაქვს დაწესებული თავისთვის, რომ აი როდესაც დავამთავრებ ერთ წიგნს და როდესაც არ ვიცი შემდეგში რა უნდა წავიკითხო, აი მივდივარ წიგნების მაღაზიაში, მაგალითად ბიბლუში და ვათვალიერებ იმათ ბიბლიოთეკას. და ვიწყებ მოგდის ამასობაში. ხო, ფიქრობ რა წავიკითხო მომავალში. და ახლა ვაპირებ, რომ ახალი წლისთვის წავიდე ბიბლუში და ვიყიდო ბევრი წიგნი, რომელიც მომეწონება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ,
ყოველდღე ხაზავ დღეებს, რომ აი ამ დღემდე მივიდი ამ წიგნების საყიდლად. რა მაგარია. ძალიან მიხარია ასეთი აქტიური მკითხველები რომ ხართ. ხო და? ხო და ვაპირებ 8-9 წიგნის წაკითხვას მომავლისთვის, ჯერჯერობით ესენი ამდენ ასეთებს ვფიქრობ და ამ 9 წიგნს დავასრულებ, შეიძლება კიდე რამოდენიმეები მივამატო. დაამატო. ძალიან კარგი, მეგობრებო. უდიდესი მადლობა მოსვლისთვის და ასე საინტერესოდ საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ შესანიშნავი წლის შეჯამება გამოგვივიდა მოზარდების მიერ. ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ თქვენი მიზნების და სურვილების განხორციელებას და ახლა გავაგრძელებ უკვე გადაცემას ირაკლისთან ერთად. გმადლობთ. თქვენსაც. დავაგრძელებთ გადაცემას და მინდა ისევ საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილი თემატიკა განვაგრძო და წარმოგიდგინოთ ნენსი სპრინგერის ენოლა ჰოლმსი, ცაცია გოგონას საქმე. ეს ენოლა ჰოლმსის შესახებ დაწერილი წიგნებიდან მეორე წიგნია, პირველი წიგნიც გამოცემულია ქართულ ენაზე. ჩვენ არ წარგვიდგენია უბრალოდ და ორივეზე ერთად ვისაუბრებ. ვინ არის ენოლა ჰოლმსი? არ ვიცი, ალბათ ბევრ თქვენგანს, ბევრ მაყურებელს ნანახი გაქვთ ეს ფილმი ენოლა ჰოლმსების შესახებ, რომელშიც მთავარ როლს მილი ბობი ბრაუნი ასრულებს. ენოლა ჰოლმსი არის, ეხლა მინდოდა მე თქვა რომ ფიქციური და არის შერლოკ ჰოლმსის მეთქმა, მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან უცნაურ რაღაცას ვიტყოდი, იმიტომ რომ თავად შერლოკ ჰოლმსიც ფიქციური პერსონაჟია. აღარ შერლოკ ჰოლმსი უკვე 140 წელია, აღარ არის ფიქციური პერსონაჟი. კი, რაღაცნაირად ხო, აი მგონია რომ ენოლა გამოგონილია და შერლოკ ჰოლმსი მართლა არსებობდა. მოკლედ Sherlock Holmes Arthur Conan Doyle-ის მიერ დაწერილ კლასიკურ ვერსიაში ნაწარმოების არანაირი და არ ყავს მხოლოდ ძმა Mycroft Holmes-ი, რომელიც ლონდონში მაღალჩინოსანია, მინისტრის ტოლიკაცია ფაქტობრივად და ერთ მოთხრობაში ჩნდება პირველად არ ნახსენებია მანამდე, მაგრამ როგორც პერსონაჟი შემოდის მოთხრობაში ბრიუს პარტინგტონის ნახაზები. ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა, რომელიც ჯაშუშობას და ბრიტანეთის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ეხება და აღმოჩნდება, რომ Sherlock Holmes თურმე ჰყავს სწორედ ისეთივე გონებამახვილი ძმა, როგორც თავად არის Mycroft-იც რაღაცზე ნიჭებით დაჯილდოებული ადამიანია, თუმცა ის სხვა მიმართულებით განავითარა, ხო? სხვაგან იყენებს, სახელმწიფო სამსახურში იყენებს ის თავის ამ იშვიათ უნარებს, რაც როგორც ჩანს ჰოლმსების საგვარეულოს მთავარი ნიშანია. და იქ არსად ფიგურირებს, თუმცა Sherlock Holmes-ის სერიებიდან, წიგნებიდან, მოთხრობებიდან არის რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც შემდეგ იქცა უკვე სხვა მწერლების შთაგონების წყაროდ. ასეთია მაგალითად ქალი აირენ ადლერი, რომელზეც დაწერილია რომანები, მოთხრობები, ბევრი ფილმში ჩანს ისეთი თქოს ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია Sherlock Holmes-ის ციკლიდან, რაც სინამდვილეში ასე საერთოდ არ არის, იმიტომ რომ Mycroft-ც იგივეა, ხო, Mycroft-ც იმდენი კინოგმირია შექმნილი და თან ისეთი აი თითქოს Mycroft-ზე არსებული ცალკე საგებიში არსებობს. აირენ ადლერზეც. ხო, აირენ ადლერზეც და აირენ ადლერზე საქმეში ჩაუხედავმა მაყურებელმა რომელსაც ფილმები უნახავს Sherlock Holmes-ის შესახებ გადაღებული, შეიძლება იფიქროს, რომ ის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ფართოდ წარმოდგენილი პერსონაჟია, ქალი, რომელმაც ჭკუაში მოუგო Sherlock Holmes. მოკლედ ეს ასე არ არის. აირენ ადლერი გვხვდება ერთადერთ მოთხრობაში, რომელსაც ქვია სკანდალი ბოჰემიაში. ის ნამდვილად არის ძალიან გამჭრიახი ადამიანი, ნამდვილად გააცურებს Sherlock Holmes და ნამდვილად Sherlock Holmes-ი მას მოიხსენიებს როგორც ის ქალი შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში თურმე. მაგრამ იქ არ არის რაღაც მინიშნებები იმაზე, რომ მათ რომანი გააჩაღეს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ Sherlock Holmes-ი ამ ყველაფერზე მაღლა დგას. იმაზე მაღლა ვიღაცაა და რომანის გაჩაღებაზე მაღლა. ხო, და ხო, მოკლედ ეს პერსონაჟი ბევრად მეტია, ვიდრე რაღაცა ყვითელი სასიყვარულო ამბები. ასეთივე გამოგონილი პერსონაჟი Sherlock Holmes-ის გაგრძელება არის Enola Holmes-იც, მისი და რომელიც მას წიგნში არ ჰყავს. და ის გამოჩნდა Netflix-ის ფილმებში და გამოჩნდა Nancy Springeris წიგნებით შედგენილ სერიაში, ასე ვთქვათ. ერთი მხრივ Enola Holmes ვიცნობთ Netflix-იდან და მეორე მხრივ ვიცნობთ Nancy Springeris აი ამ წიგნების სერიებიდან.
და პრინციპში სიუჟეტი ორივეგან ერთნაირად ვითარდება. ენოლა ჰოლმსიც ძალიან გამჭრიახია თავისი ძმებივით, თუმცა ის რაღაცნაირად უფრო იზოლირებული იზრდება თითქოს გარემოსგან და ერთ მშვენიერ დღეს დედამისი გაქრება. დედამ გაზარდა ენოლა. დედამისი სუფრაჟისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ლონდონში მონაწილეობს უდიდეს დემონსტრაციებში, რომლებსაც აწყობდნენ ქალები. ეს არ იყო უბრალოდ დემონსტრაციები. ქალები, სუფრაჟისტი ქალები ითხოვდნენ ხმის უფლების მიღებას და ქალთა და მამაკაცთა უფლებრივ გათანაბრებას და ისინი უბრალოდ და მოკრძალებულად ასე ვთქვათ ქალურად კი არ ითხოვდნენ ამას, არამედ ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლა, რომელიც მათ გადახდათ ლონდონის და არა მხოლოდ ლონდონის, შემდეგ ეს ცეცხლი მოედო მთელ ევროპას და ამერიკასაც კი და ისინი იბრძოდნენ, რა ვიცი, პატარ-პატარა აფეთქებებით, ვიტრინების მტვრევით და მოკლედ აი რუსეთის იმპერიასაც კი, რუსეთის იმპერიასაც მოედო ეს ბრძოლა. ქართველებსაც ყავდა სუფრაჟისტები, ფემინისტები, გამოსცემდნენ ჟურნალებს და მოკლედ და რა იყო მოთხოვნა, ხა გაგეცინებათ, მოთხოვნა იყო ის, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქონოდა ქალებს, რა აღმაშ პირველადი მოთხოვნა იქნება, შემდგომ გაიზარდა. შრომითი უფლებები, ანაზღაურების გათანაბრება, ბევრი მოთხოვნა, სხვა შორის 8 მარტიც ეს ცნობილი ყბადაღებული დღესასწაული, ორაზროვანი ხო, სულაც არ არის, მე მithქვამს ეს გადაცემაში, რომ ეს არ არის ყვავილების დღესასწაული, ეს არის უფლებების დღესასწაული, იმიტომ რომ ერთ-ერთი უდიდესი დემონსტრაცია სწორედ ამ შრომითი უფლებების გათანაბრების მოთხოვნით ნიუ-იორკში, სწორედ 8 მარტს გაიმართა და იქიდან მოყოლებული აღნიშნავთ ქალები თანასწორობას. თუმცა შემდეგ ეს სუფრაჟისტი ქალები გერმანიაში და რუსეთის იმპერიაში ჯერ მარქსისტ, მერე კომუნისტ ქალებად იქცნენ, რომლებიც ძალიან, არა, ბევრი მათგან ეს ქალების გამო კი არა უბრალოდ რევოლუცია მნიშვნელობა ხო მაშინ რევოლუციის ტალღა იყო მოდებული მთელ ევროპას და რა ვიცი ან მარქსისტი იქნებოდი ან კომუნისტი. ხო ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. კი, ნამდვილად ეს ყოფილი ნამდვილად ძალიან საინტერესო. და მოკლედ დედამისი სუფრაჟისტი აღმოჩნდება და ენოლა ჰოლმსი მიდის გაემართება ლონდონში დედის საძებნელად, სადაც ის პარალელურად დედის ძებნის პარალელურად კიდევ არაერთ საიდუმლო თავსატეხს ამოხსნის. მაგრამ თავარი ხარ, ამინდოდა მეთქვა და რატომ მოვიტანე ეს წიგნი. აი წაღანი ჩემმა სტუმარმა ბავშვებმა მოზარდებმა ახსენეს რაღაც ისეთი წიგნები რა, რომლებსაც უფრო უმცროსი ასაკის ბავშვებს ურჩევდნენ, ცნობილი ხუთეული, მე ვახსენე რა ქვია იმ ბიჭს, კალე ბლუმკვისტი. მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს ძალიან ცოტა თითებზე ჩამოსათვლელია შუალედური წიგნი, რაც შერლოკ ჰოლმსამდე შეიძლება წაიკითხო დაწყებითი კლასებიდან რომ გამოხვალ. აი როგორ ახსნა, აი მაგალითად მე-4 კლასში თქვა ძალიან გიზიდავს დეტექტივები, ხო? მე-3 კლასში. ცოტა ადრეა შერლოკ ჰოლმსი. ადრეა ნამდვილად. თანამედროვე ბავშვისთვის მით უმეტეს ადრეა. მე-5 კლასამდე ალბათ ადრეა, ხო? ენის გამო და ნუ რაღაც ისტორიული რეალიების გამო, რაც ამასაკის თანამედროვე ბავშვისთვის, რომელსაც კლასიკის კითხვის პრაქტიკა არ აქვს, ნუ უცხო გარემოა ეს და უცხო ენაა საერთოდ. უნდა ამ მე-3 კლასელ ბავშვს დეტექტივის წაკითხვა. აღარ აკმაყოფილებს კალე ბლუმკვისტი. რა უნდა ქნას ამ ბავშვმა? ფერფერს ვერ იზავს. ამიტომ აი ენოლა ჰოლმსი რაღაცნაირად კარგი გარდამავალი პერიოდია, კარგი ხიდია კალე ბლუმკვისტი და შერლოკ ჰოლმსამდე. მაგრამ აი ეს რო ვთქვათ, შენ რომ გქონოდა ვთქვათ ენოლა ჰოლმსი წაკითხული, იმ ხელაში საბეჭდილებას მოახდენდა შერლოკის გამოჩენა? სადა? ზიგნში. აი გაცნობა. არა, უკვე ალისფერ კვალში. უიმე, რა თქმა უნდა, არც შევადარებ. მე არა. სხვა რამეს ვამბობ, აი მე რომ უკვე მცოდნოდა ვინ არის ენოლა ჰოლმსი, წაკითხული მქონდა ენოლა ჰოლმსის წიგნი, მე ჩემზე ვამბობ, აი ისეთი შთამბეჭდავი არ იქნებოდა ჩემთვის შერლოკის და როგორ ჩნდება იმაში. ვოტსონის გაცნობა, ხომ? ალისფერ კვალში, აი აწონდაწონის, აი შეხედავს გაზომავს, აი ეს ხომ აი რა დიალოგი აქვს თან ბინის დაკში რა აი მე ის გაუშვია ჩემი ეს დასაწყისი არის თანამობინადრე აღარ მყავს და ერთად ხوار აი მე ღმერთო ეს რა სასწაული აი ეს დასაწყისი არის არ ვიცი დაუვიწყარი და ჩემთვის აი ის აი უცებ ამ ყველაფრის გამოჩენა გაცილებით უფრო ეფექტურია არ ვიცი ან ლაჰომსი არ წამიკითხავს და არ ვიცი რა ხდება ეს არის უფრო საბავშვო უფრო გოგონებისთვის დაწელი გული რომ არ დაწყდეთ რომ შერლოკ ჰოლმსში
გოგო პერსონაჟი არ ფიგურირებს. აი, ამისთვის სამწუხაროდ ხო? ამათთვის. რატო დედოფლის პორტრეტი ფიგურირებს, რომლებსაც ეს პერიოდულად შერლოკ ჰოლმსის როლაში ვარჯიშობს დედოფლის პორტრეტზე და აირენ ადლერი რაღაც მწირად ასე რა. დაზარალებული ქალები, ისა მისის ჰადსონი, კაცო, რა მაგარი ქალია, მისის ჰადსონი. ხო, მაგრამ ძალიან პატარა სასწაული პერსონაჟი. ხო, აქვე ისიც მინდა თქვა, რომ ექიმ დოქტორ მორიარტის როლიც ოდნავ გაზვიადებულია თანამედროვე კულტურაში. კი, მორიარტი ნამდვილად ყავს შერლოკ ჰოლმს, ნამდვილად არის ყველაზე ცნობილი ავანტიურისტი, ასე ვთქვათ, ლონდონელი, მაგრამ ისიც რამდენიმე მოთხრობაში, 3 თუ 4 მოთხრობა, სადაც მორიარტი ცნობილი ვილანი და ნუ ხო, ასეთია, ცნობილი ვილანი ნამდვილად არ არის შერლოკ ჰოლმსი. მაგრამ კლავს, მოდი ასეც თქვა. საკუთარი ინტერესებია. კლავს, ვითომ ერთად კლავს. იჩე, ხო. ვითომ კლავს, ახლა რატო ლაპარაკობ შერლოკ ჰოლმსზე, არ ვიცი, მაგრამ აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ როგორ უნდა ილაპარაკო. რაიხენბახის ჩანჩქერზე გადააგდო მორიარტიმ შერლოკ ჰოლმსი, იმიტომ რომ ართურ კონან დოილს აი ასე ყელში ამოუვიდა საკუთარი პერსონაჟი და გადაწყვიტა, რომ სხვა ბევრ რამეზე წერა შეეძლო და უნდა დაესრულებინა ბოლოს და ბოლოს ეს მოთხრობა. აღარ უნდა დაწერა. ეგონა დაასრულა, მაგრამ ხო, დაასრულა და წავიდა სამოგზაუროდ. და მოაწყდა უცებ დედამისისგან წერილები, სასწრაფოდ ჩამოდიდა, როგორც გინდა გააცოცხლე შერლოკ ჰოლმსიო, იმიტომ რომ ამ ქალის სახლთან იკრიბებოდნენ, ეწყობოდა დემონსტრაციები, ქვებს ესროდნენ, ფანჯრებს. დედოფლის წერილი არსებობს. არსებობს დედოფლის წერილი, რომელიც სთხოვს, მაგრამ დედოფლის თხოვნა ბრძანებაა, რომ სასწრაფოდ გააცოცხლოს, რადგან უნდა დაუჯდეს შერლოკ ჰოლმსი და გაზეთებში სადაც იბეჭდებოდა შერლოკ ჰოლმსი, გაკოტრების პირას დადდნენ ლამის, იმიტომ რომ არავის აღარ უნდა და ამ გაზეთების ყიდვა თურმე არა როგორ არა, მაგრამ თურმე ხალხი ყიდულობდა ამ მოთხრობების გამო. არ ვიცი რა, საოცრება მოხდა და ჩამოვიდა კონან დოილი და უხალისოდ, მაგრამ მაინც გააგრძელა შერლოკ ჰოლმსი და აქვე მინდა აღნიშნო, რომ ყოველი მომდევნო, აი ამ ამბის შემდგომ მოთხრობებში უკვე მას ეტყობა, რომ ძალით წერს. ხო. და ამავე დროს დაწერილი აქვს საოცარი სათავგადასავლო ნაწარმოებები, დაკარგული სამყარო რა ღირს. აი ეს უკვე იმ დროს იწერება, როდესაც შერლოკ ჰოლმსი მკვდარი ყავს და ამ შერლოკ ჰოლმსზე აღარაა კონცენტრირებული. თვითონ ჩანაწერებშიც, ინტერვიუებშიც მუდმივად ამბობდა იმას, რომ მისი მოწოდება იყო ეწერა სათავგადასავლო და ისტორიული რომანები. არ დააცადეს კაცს. ახლა გამახსენდა აირენ ადლერზე და რაღაცა პოპულარ რა არის ის რაღაც ლეგენდები რო იქნება პერსონაჟების გარშემო. აი მაგალითად, ჩემი საყვარელი ლეგენდაა კარლსონს რომ უყვარს მურაბა. ელემენტარულია უოტსონ. საერთოდ არ არის ნახსენები და ფრაზა ელემენტარულია უოტსონ შერლოკ ჰოლმს არასოდეს უთქვა. არა, ერთხელ ამბობს, მაგრამ ეს არ არის მისთვის დამახასიათებელი ფრაზა. მაგრამ აი ლივანოვი, რუსი მსახიობი, საბჭოთა მსახიობი ლივანოვი, რომელმაც განასახიერა მართლაც გენიალური როლია, სხვათა შორის ელისაბედ მეორემ, შემდგომ უკვე მე-20 საუკუნეში ბრიტანეთის დედოფალმა მიიწვია და ორდერითაც კი დააჯილდოვა ლივანოვი, მართლაც აღფრთოვანებულები იყვნენ, იმიტომ რომ აი ეს თუ სწორად მახსოვს 7 სერია საბჭოთა ფილმები, აი არ ვიცი, საოცრად ასახიერებს და იმდენად კარგი კინო რა, აი ბასკერვილების ძაღლი არის, არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია შერლოკ ჰოლმსის. ხო, და ამ ყველაფერიდან გამომდინარე, აი ეს ადამიანებში კვიდრდება, იმიტომ რომ კარლსონზე მულტფილმმა მოიტანა ის, რომ მურაბის ქილა ისე უხდებოდა, ეტყობა კარლსონს აი ამ ნახატ ფილმში. მას დარიჩინის ფუნთუშები დაბრაწული გუფთები უყვარს. კი, ცხელი კაკაო და ასე შემდეგ. მაგრამ ნამდვილად არა მურაბა. ხო, და სხვათა შორის ჩემი საყვარელი პერსონაჟია ლინგრენთან მაინც. მართლა? კი, აი ამდენის მიუხედავად მაინც კარლსონი საოცრად კეთი. თარია ივესოს უკვე მე მგონი მესამე გადაცემა ვეღარ ასწრებ, მაგრამ იყოს შემდეგი გადაცემისთვის. თარიეი, ასე წარმოთქვამენ, მე დღემდე წინა როდესაც ვაპირებდი წინა გადაცემაში ამ წიგნის წარდგენას, მაშინ ვთქვი, რომ ფინელი ავტორია მეთქი. დღემდე მეგონა ფინელი ავტორი თარიეი ვესოს. იმიტომ რომ დაახლოებით 20 წლის წინ აღნიშნული ავტორი ნათარგმნი ჰქონდა დავით აკრიანს, რომელიც ცოტა არასტანდარტული თარგმანებით გამოირჩევა ენას გულისხმობ ენობრივი თვალსაზრისით და მაშინ ძალიან აღფრთოვანდი მე ამ წიგნით შენც როგორც მახსოვს, იმიტომ რომ 20 წლის წინ არ გიცნობდი, მაგრამ 15 წლის წინ არა 20 წლის წინ თარგმნა, მაგრამ ჩვენ 15 წლის წინ აღფრთოვანდით ამ ყველაფრით
და მაშინ სხვა ნაწარმოებებიც ჰქონდა ჭდილო სკანდინავიური ენებიდან ყინულის ყინულის სასახლე ეგ არის. სასახლე ეს არის. და რატომღაც ალბათ ჩავთვალეთ რომ რადგან სხვა ფინური იყო, ესეც ფინური იქნებოდა. თარიაევ ესოზე იმას ვიტყვი რომ ეს ნორვეგიელი მე-20 საუკუნის ნორვეგიელების ერთ-ერთი სიამაყეა. აი ჰამსუნის შემდგომ ყველაზე დიდ პატივს სცემენ თურმე ძალიან გამიკვირდა. ნუ იფსენზე არ მაქვს საუბარი და ძველებზე, უფრო ახალ მწერლებზეა საუბარი და რაღაც პოეტურ პროზად პოეტური პროზაო ამბობენ. მართლაც ძალიან მაგარი წიგნია და აუცილებლად უნდა ვისაუბრო ამ წიგნზე მომდევნო გადაცემა შეისაუბრე. საშუალებას მომცემ და დროს დამიტოვებ. დღეს მე აღარ წავერთმევია შენთვის რომ მოკლედ. დიდი მადლობა. წინ კიდევ საახალწლო გადაცემა გვაქვს და მანამდე დაგემშვიდობებით. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.